მოგესალმებით. Დავაზობთ არხ 20 ბრატნაზე დადებულ ინტერვიუს, ატვირთულ ინტერვიუს, სადაც აპოლიმ ყავს თავის შოუზე ილიანა და ისინი მსჯელობენ კოსმოსურ მოგზაურობებზე და ინფორმაციის გახსნაზე. ეს არის ამათ ვიდეოს პირველი ნაწილი. ახალი სხვათა შორის ახალი ატვირთულია ეს ვიდეო 4-5 საათის. არხ 20 ბრატნა სმიერ 20 და უკან. ახლა კი შემოგთავაზეთ ამ ინტერვიუს დიალოგების სახით. წამყვანი მიესალმება ყველას, ეს არის შოუ galactic საუბრები და ინგლისურად Galaxy Rose და თვითონ წამყვანს ქვია აპოლიმი. როგორც გითხარით, მას სტუმრად ყავს ილიანა არის ვარსკვლავური მოგზაური, არის მონაწილე საიდუმლო კოსმოსური პროგრამებისა, არის ექსტრასენსი და როგორც მან თქვა, ილიანა ამბობს, რომ აგრეთვე ის ატარებს გიპნოზის პრაქტიკებს, აგრეთვე მათ შეუძლია აკაშის ნაწერების წაკითხვა, ყველას არ შეუძლია ეს აკაშის ნაწერები სხვათა შორის იკითხება ადამიანის აურიდან. ილიანა ამბობს, რომ დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ კრისტალებზე, უცხოპლანეტელებზე და ყველაფერ კარგზე. წამყვანი ამბობს, რომ დღეს ჩვენ შევეცდებით ვილაპარაკოთ ყველაფერზე, ყველაფერ კარგზე, მაგრამ მე იმდენი შეკითხვა მაქვს, რომ ჩვენ შეიძლება ვერც მოვასწროთო ამ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემაო. ჩვენ ყველაფრის გაგებას ახლა ეს გადაცემაში ვერ მოვასწრებთ, რადგან თქვენ ინფორმაციის გახსნით ხარ დაკავებული 2010 წლიდან 2014 წლის ჩათვლით. დიახ, აი ზუსტად მაშინ დავიწყე მე ჩემი გადაცემების გამოშვება YouTube-ზე, შოუ Пробуждение космической реальности, ესე იგი კოსმოსური რეალობის გამოღვიძება. მე ვყვებოდი უცხოპლანეტელებზე და 2011 წლიდან მე დავიწყე საუბარი საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებზე. და ეს ყველაფერი დაიწყო რაღაც ცუდი შეგრძნებით ჯართულობის ხრიდან, თავს გზნობდი ძალიან ცუდად. ჩემი ენერგეტიკული ველის პრობლემებიდან დაიწყო, დაბალი ვიბრაციებიდან დაიწყო. მე მქონდა იმის შეგრძნება, რომ რაღაც მახვდა, რაღაც არ მყოფნიდა. სხვათა შორის ბევრს აქვს ასეთი შეგრძნებები, მეც ასეთ მათ შორის მეც ყოველთვის რაღაც არ მყოფნიდა. და სხვათა შორის როდესაც ადამიანს რაღაცა არ ყოფნის, იცდილობს შეივსოს ეს დანაკლისი შეივსოს კვებით ვერ ცხება. როდესაც ადამიანს აქვს დაბალი ვიბრაციები, მე ჩემზე გამოვცადე, მას სულშია. და როდესაც მე მაგალითად მოგიყვართ ჩემზე შორს აწავა, როდესაც მე ვაკეთებ ისეთ საქმეს, რომელიც მე სიამოვნებს და რომელიც მე ენერგიას მაძლევს, რომელიც მე მახალისებს, მამშვიდებს, მაგალითად ახლა რასაც მე ვაკეთებ, ეს
მე ჩემი ნებით ვაკეთებ ამას ყველაფერს, მაგალითად, როდესაც მე ვხატავ, ვხსოვ, ვკითხულობ, ან ვთარგმნი, მე ეს მანიჭებს დიდ სიამოვნებას და გსოვა და ხატვა კიდევ დამატებით მამშვიდებს. და თუ გინდა თქვენ აიმაღლოთ თქვენი ენერგიები, ვიბრაციები, აკეთეთ ის საქმე, რაც გსურთ. არა იმიტომ, რომ დაუშვათ, გაყიდოთ და ფული, არა, ამას ის მე მომავალში გზა გაჩვენებს, მაგრამ ჯერ თქვენ ეს უნდა აკეთოთ თქვენი გულისთვის, რომ თქვენ გესიამოვნოთ, რომ თქვენ ჩადოთ თქვენი სიყვარული. წამიგეთ ახლა თქვენ დაუშვათ მოგსურვით რამე, რამდენ სიყვარულს, რამდენ სიზმრს ჩადებთ მაგ ნივთში, ხო? და როდესაც თქვენ რამე ნაყედს ყიდულობთ, იქანი არანაირი ინფორმაცია არ დედა. და რასაც თქვენი ხელები ეხება, იქ თქვენ დებთ თქვენ ინფორმაციასაც, აგრეთვე თქვენ სიყვარულს. და ვისაც შემდეგ ამ ნივთს აჩუქებთ, დაუშვათ თუ გადაწყვეტეთ გასრულება, თქვენ სიყვარულსაც უნაწილებთ სხვებს, მაგრამ ეს იმას არის შესაძლოა თქვენ არ შეიძლება გააკეთოთ გასაყიდად რამე, მაგრამ თქვენ ამას როდესაც აკეთებთ, ის არ უნდა იფიქროთ, რომ თქვენ ამას გაყიდით. უბრალოდ თქვენ ამას აკეთებთ თქვენ თავის გამო. რადგან ის როდესაც თქვენ გაქვს შეგრძნება სიყვარულის, მოგწონთ რამე, გსიამოვნებთ რამე, მე ვამბობ კარგაგებაში, და როდესაც სიყვარულს უნაწილებთ სხვებს, რასაკვირველია, ისეთ ადამიანის არ უნდა გაუნაწილოთ სიყვარული, რომლებიც შემდეგ თქვენ გამოგიყენებენ. არა. ამიტომ თხელად უნდა იყოთ. კი, არ უნდა მოიქცეთ უხეშად, არ უნდა დაჩაგროთ და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ მიცემთ ურავის უფლებას თქვენი სიკეთე გამოიყენოს. და ილიანას არის მოდა თუ რა ემართებოდა. მე მქონდაო ხილვები, რომ თითქოს ვიმყოფებოდი სხვადასხვა ხომალდეებზე, მარსზე, ანდრომედზე, არქტურზე და პლეიადებზე. ახლა მე ვიცი, მესმის, რომ ეს იყო მოგონებები. როდესაც მე მუშაობდი მარსზე, კიბერნეტიკის სპეციალისტად პლანეტარულ კორპორაციებში, რომლებიც არის ძალიან სასტიკი კორპორაციები მარსზე. მე ვიყავი კოსმოსური პროგრამების, საიდუმლო კოსმოსური პროგრამების ნაწილი და ასეთი დაჯგუფებები ბევრია. მე მუშაობდი პლანეტარულ კორპორაციებში, რომელსაც უწოდებენ ბნელ ფლოტს და მე ვიყავი მათ ხომალდეებზე და მართავდი ამ ხომალდეებს. ვერკვერძი ტექნოლოგიებში ეს ერთ-ერთი ჩემი გამოცდილება საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში მუშაობის პერიოდში, მაგრამ უმეტესი დრო დაკავშირებული ამ პლანეტარულ კორპორაციებთან, მაგრამ პირველ რიგში მე მახსენდებოდა ჩემი წარსული ცხოვრებები, როდესაც ვიყავი გალაქტიკური უცხოპლანეტელელი და მახსოვდა კონტაქტები უცხოპლანეტელებთან. ვსწავლობდი განკურნებას ხომალდეებზე, სწავლობდი მკურნალის პროფესიას, სწავლობდი გალაქტიკურ ისტორიას და აგრეთვე ის, რომ მე ვიყავი მკურნალი და შემიძლია საქმიანობდე ექსტრასენსორიკით, სწავლობდი მკურნალ კრისტალით კურნალ ტერაპევტზე, რომელიც ვეგანობის პრაქტიკას ატარებდა ინდიელი შამანის, ინდიელ შამათანაც გავდიოდი სწავლებას და უბრალოდ აღვიდგენდი ჩემ უნარებს. მე მაქვს ექსტრასენსორი უნარები დაბადებიდან, მაგრამ მე მინდოდა გამევლო ოფიციალური სწავლება, რადგან მიყვარს სწავლა.
მე მომწონს ვიყო სერტიფიცირებული სპეციალისტი ამ საქმეში და მინდოდა მე მსმენოდა თუ როგორ მუშაობდა ენერგია სხვადასხვა მკურნალობის სახეობაში და შამანურ პრაქტიკებში და როგორ შევათავსო ეს ყველაფერი. ეს ძალიან ბევრია. წამყვანი ეუბნება, ეს ძალიან ბევრია, იცინიან ორივე. ილიანა ამბობს, რომ ხო, მე ამაზე შემიძლია მოკლედ თქვა 5 წუთში. მე გავიგე, რომ წარსულში ვიყავი ვარსკვლავური მოგზაური. ვიყავი დაცვაში და ვიყავი хранитель. хранитель პიროვნება, რომელიც უფრთხილდება რაღაც არტეფაქტ, რაღაც მაგალითად ხელნაწერებს ან ცოდნებს, რომელიც არ უნდა მოხდეს ჯერ უბიც ადამიანის ხელში. მე ვიყავი პლეიადენური და ანდრომედიანული ჰიბრიდი. მე ირმის ნახტომის გალაქტიკაში ვაჩერებდი ომებს და აგრეთვე ანდრომედის გალაქტიკაშიც. მე ხოლმე ჩამოვსვამდნენ იმ პლანეტებზე, სადაც ადამიანებს იდებდნენ ხელში რეპტილოიდები ან სხვა ნეგატიური არსებები და მე მქონდა ძალისველი ჩემ გარშემო, როდესაც მე ბომბს ვშლიდი, რომ არ აფეთქებულიყო, რადგან ეს ბომბი თუ აფეთქდებოდა, გაანადგურებდა მთელ პლანეტას და ეს ბომბი იქ დატოვეს შუა პლანეტაში რეპტილოიდებმა. პლანეტა იყო დაცარიელებული ომებით, ყველაფერი იყო დანგრეული. არსებები, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ პლანეტაზე, გაიფანტნენ სხვადასხვა კუთხეებში დასამალავად და მთელ პლანეტაზე მიდის ომი. რეპტილოიდები ანადგურებენ მათ პლაზმური ზარბაზნებიდან, პლაზმური იარაღით. И эти существа просто разбегаются. და ეს არსებები უბრალოდ გარბიან, იმალებიან მიწისქვეშა გამოქვაბულებში, რომ გადარჩნენ. ეს იყო გალაქტიკა ანდრომედაში, ერთ-ერთ პლანეტაზე, რომლის დაპყრობას ცდილობდნენ რეპტილოიდები. მე კი ამ მომენტში ვშლი ბომბს, უკაცრავად ვშლი ჭურს, თან ვიმყოფები ჩემ ძალისველში. მემაცვია ბრონირებული კოსტუმი ვარსკვლავური მოგზაურისა, როდესაც ყველა დეტალები მოხსნილია ამ ჭურზე. მე ის გადამაქვს სხვა ადგილას და ვაშორებ პლანეტას ვაშორებ, გამაქვს პლანეტიდან. შემდეგ მე პლანეტას ვაშორებ რეპტილოიდებს. უმრავლესობას რეპტილოიდებისა არ მოწონთ სიცხე. ზოგს მოწონთ, მაგრამ ზოგს არა. ასე რომ მე ეს რეპტილოიდები გავამგზავრე ისეთ პლანეტაზე, სადაც ძალიან ცხელა და მათ ასეთი სასჯელი მივუჩინე. მე უცნაური იუმორის გზნობა მაქვს. ისინი არ მომკვდარან, მაგრამ ძალიან ცხელოდათ. იქ ისინი დატოვე რამდენიმე თვით, სანამ არ გაიგეს თუ რა ჩაიძინეს, სანამ ვერ მიხვდნენ, რომ ზღვის პლანეტებზე შემოჭრა არ შეიძლება და არ შეიძლება დაიპყროს ზღვისი ადგილები, სადაც ცხოვრობენ ადამიანები. იქ არის მათი საკუთრება და შენ ანგრევ მათ ჩვეულებრივ ცხოვრების წესს. ბოლოს ის რეპტილოიდები დააბრუნენ თავიანთ მშობლიურ პლანეტებზე, რადგან ისინი იყვნენ რამდენიმე პლანეტიდან, ანდრომედის გალაქტიკიდან. მე გამოვიყურებოდი, როგორც არსება ცისფერი კანით, თეთრი ან ღია ფერის თმებით. ზოგჯერ მე მქონდა ღია ფერის თმები და სიმაღლით ვიყავი 13 ახლობით 16 ფუტი და
და ეს არის ჩემი პირველი მოგონება, რომელიც მე დამჩა. ჩემი სისხლი იყო ცისფერი და მომენტალურად აღდგებოდა ხოლმე. მაგალითად მე თუ მოტეხილობა მექნებოდა, უცებ მიხორცდებოდა და თუ კანზე იყო რამე ჭრილობა, მომენტალურად ხორცდებოდა, რადგან ჩემს სისხლში იყო დამატებითი პლაზმა. თუ ეს იყო ფეხის მოტეხილობა, ან თითის მოტეხილობა, შეხორცებისთვის სჭირდება 9 საათიდან 1 საათამდე. აი ეს დრო 9 საათიდან 1 საათამდე. და თუნდაც რამე სხვა დაავადება იყოს, მაინც სჭირდება 1 საათიდან 1 საათამდე ეს დრო. რადგან ცისფრის სისხლის შემადგენლობაში შედის დამატებითი პლაზმა. წამყვანი ეკითხება, როდესაც შენ დაგეწყო ეს მოგონებები, როგორ უკავშირდებოდი ამას ყველაფერს და როგორ მოქმედებდა ეს ყველაფერი შენზე? ილიანა პასუხობს, მე დავფიქრდი, თუ ეს ყველაფერი არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. ნუ თუ მე მართლა გადავიტანე ეს ყველაფერი. ეს იყო არა საიდუმლო კოსმოსური პროგრამის ნაწილი, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი წარსული ცხოვრების განსახიერება იმ ჰუმანოიდის სხეულში. მე მუშაობდი მკვლევარად უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. მე მქონდა ნორმალური სამუშაო, ნორმალური ცხოვრების პირობები და მე არ მესვოდა რა იყო ეს ყველაფერი. მე საქმიანობდი მაგიით და ჩემში ვადვითარებდი ექსტრასენსულ უნარებს. მაშინ მე მომინდა შემისწავლა შამანიზმი, რეგრესია წარსული ცხოვრებისა და გიპნოზი, იმისთვის რომ გამეგო თუ ეს რა გამოცდილება იყო და რომელ კატეგორიას ეკუთვნის ის. მე მაქვს ნეიროიმპლანტები, რომ ადვილად დავუკავშირდე იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც არის ახლა განლაგებული მარსზე, გუმბათების ქვეშ, აგრეთვე მიწისქვეშა ბაზების ქვეშ, მთვარის ქვეშ, სიღრმეში. მთვარის კოსმოსური ოპერაციები, სხვადასხვა ულტრაპლანეტელების შესწავლა, რადგან მათ აქვთ მონაცემების კატალოგები, რომლის დახმარებით ისინი გასავლიან თქვენ სხვადასხვა ულტრაპლანეტელების აღრაგობას, გარეგნობას და ასე შემდეგ, რადგან თქვენ შეგიძლიათ მათ შეხვდეთ კოსმოსში, ასე რომ ისინი მასწავლიდნენ მე ამას ყველაფერს და ეს ეხება კოსმოსურ ოპერაციებს, რომლებიც ტარდება ადამიანების ჩარევით. ამერიკის VMS-ი, აი როგორ არიან ისინი დაკავშირებული ამერიკულ VMS-თან, ეს თვალეზეა და კორპორაციები კი მარსზე, ეს არის მათი ბაზა. გამოდის რომ არის კონტაქტები მშენებლების ძველ რასასთან, რასა ერთან, არიან არსებები 12-ვე განზომილებებიდან, რომლებიც შეიძლება იყოს მატერიალურები და არამატერიალურები. ისინი შეიძლება იყვნენ თავიანთ სინათლის სხეულებში, მაგრამ აგრეთვე შეუძლიათ გამოავლინონ ადამიან ფიზიკური სხეულები. მე მინდა ახსნა თუ რას ნიშნავს სინათლის სხეულები. ეს არის ენერგეტიკული სხეულები, სხვადასხვა ენერგიისგან შემდგარი. შეიძლება სხეული შედგებოდეს პლაზმიდან. ეს იმასაა დამოკიდებული, თუ იქ სადაც ესენი ცხოვრობენ, რა პირობებია. მათ შეუძლიათ შექმნან ორგანული ხომალდეები კრისტალური ტექნოლოგიით და მე-12 განზომილებით. მე ვსწავლობ აღმასვლას და დედამიწის აღმასვლას 100 წლის შემდეგ. მე ვსწავლობდი მკურნალობას არტურიანელებთან, მე ვსწავლობდი ლურჯ ალთან, სინი პლანა, როგორ უნდა გამკურნო ლურჯი ალის დახმარებით, როგორ უნდა ვნახო ორგანოები ადამიანის აურაში, როგორ უნდა ვნახო ორგანოები ადამიანის შიგ, ენერგეტიკული სხეულის დახმარებით. მე ვიყავი შიდა დედამიწაში, შასტა არის ასეთი შასტა.
შასტის ქვეშ და მე იქ მოხვდი ცოცხალი კრისტალების ველში. მე უბრალოდ ვიყავი ამ კრისტალების შიგ და ვხედავდი როგორ მოძრაობს სამყაროში ყველაფერი. მე შემეძლო მენახა თუ რა ხდებოდა სამყაროში. მე ვიჯექი კრისტალურ ველში და ვხედავდი მომავალს, როგორ გამოიყურებოდეს იქნება დედამიწა 100 წლის შემდეგ და ეს ფიზიკური ხელვები, რომელიც მე გამოვცადე დედობრივი ხომალდზე, რას ქვია დედობრივი ხომალდი. თქვენ ალბათ თუ გაქვთ ნანახი ფანტასტიკური კინოები, ბევრჯერ გინახიათ იქ დიდი ხომალდეები, რომელიც ან ორბიტაზე ჩნდება, ან შემოდის და ნახევარკალს ფარავს. უზარმაზარი ხომალდეები. ზოგჯერ მაგი ვერ შედის ატმოსფეროში. ჩნდება პლანეტის ორბიტაზე და შემდეგ უშვებს შარტლებს. ამას ქვია დედობრივი ხომალდი, რომელიც თავში შეიცავს ყველაფერს. სხვადასხვა ამ დედობრივ ხომალდეებზე, ეს დედობრივი ხომალდები არის განკუთვნილი დიდი ხნისთვის, დიდი ხანძლივი მოგზაურობისთვის. იქ არის ყველაფერი, იქ არის ჰიდროპონიკა, იქ მოყავთ საჭმელი, იქ ყავთ, ყველაფერი აქვთ, რაც საჭიროა. ამას ქვია დედობრივი ხომალდი. და ეს ხომალდი ეკუთვნოდა აქტიურ ნელებს და როდესაც მე ვსწავლობდი სხვადასხვა სინათლის სამკურნალო ეფექტს, ფერებს და ვიბრაციებს და როგორ მემუშავა უნდა მათთან, რომ გავკურნოთ ფიზიკური სხეული და გავკურნოთ სული, მაგალითად ენერგეტიკულ ეფირულ ნაწილში კვანტური განკურნება. ამან მასწავლა მე რომ რაც იმყოფება სხეულის შიგ, ის იმყოფება სხეულის გარეთ. რა არის სული? და ჩვენი განცდები არის ურთიერთდაკავშირებული. ეს არის galaktikuri ველის ნაწილი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. წამყვანი ეკითხება ირიანას, რა დრო დაგჭირდა თქვენ, რომ ეს ყველაფერი გაგეგოთ. ხო, მოგზაურებები 60 წლით და უკან, დიახ, თქვენ არ მოგესვათ. ეს არის პროგრამები 20 лет обратно, 55 лет обратно, 60 лет обратно, 40 лет обратно. ესე იგი 40 წელი და უკან, 60 წელი და უკან, 55 წელი და უკან. მე ტელეპორტაცია გამიკეთენ, სამკუთხედია ხომალდი. ყველა ახალი აპარატები რაც არის პლანეტარულ ბირთვში, რომელიც მაგათმა შექმნეს ტეტერ-6 და ტეტერ-10 და მათ აქვს სამკუთხედური ფორმა, მაგრამ ისინი უფრო დიდებია ვიდრე ტეტერ-10 და მათ აქვს ტექნოლოგიები სახტომი ოთახებისა, სახტომი კარიბჭეებისა. ეს იწუთით მე მინდა გაგეხსნათ, რას ნიშნავს სახტომი, ვისაც ეს ვიდეოები არ აქვს მოსმენელი, სახტომი ოთახი არის. ახლა ეს ტექნოლოგიებია, რომ შეგიძლია დიდი ხანი არ იმოგზაურო კოსმოსში ისე, შეხვიდე ლიფტში, იქ რაღაც პანელებია, იმ პანელებს დაუჭირო და აღმოჩნდე სადმე სხვაგან. მაგალითად, თუ არის მარსზე, შენი ფეხით გადაადგილები ნებისმიერი ტრანსპორტის გარეშე, ოღონდ გიწევს ტუნელში გავლა და ამ ტუნელში ხდება შენ სხეულზე ზედატოვა, რაღაც წნევა, არ უნდა გაჩერდე თურმე, უცებ უნდა გახვიდე ეს ტუნელი. ამას ქვია სახტომი ოთახების, სახტომი ტექნოლოგია. ასეთნაირად ხდება ეს ყველაფერი. და მაგათმა თავის ხომალდეს შექმნეს ეს პორტალის სადგურები, ხომალდზე, პირდაპირ ხომალდზე, რომელსაც შეუძლიათ ტელეპორტაცია. ხომ გაგზო კინოებში ნანახი, აბა გაიხსენეთ ფანტასტიკური კინოები, მე მგონია ადამიანების უმრავლესობას უყვარს ფანტასტიკა. მეც ბევრი ფანტასტიკური კინო მაქვს ნანახი და როდესაც ახლა მე ვუსმენ ამ ინსაიდერების როდესაც მე ვუსმენ ამ ინსაიდერებს და ამ ყოფილ მონაწილეებს საიდუმლო კოსმოსური პროგრამებისა და როდესაც ყვებიან და ესენი არამედ მარტო ინსაიდერები, ვისაც მიყავს, იგივე იურილირი ავიღოთ. ის სულ ფილმებს ასახელებს, თუ სად შეიძლება
კი, ამა თუ იმ ტექნოლოგიით ნახო, რომელ ფილმში იყენებენ, რომელ ფანტასტიკურ ფილმში, მაგრამ ის თან ამატებდა იმას, რომ რაც კი ფანტასტიკურ კინოებში ტექნოლოგიებს აჩვენებენ, ის ტექნოლოგიები ყველა არის დაძველებული, რადგან უფრო თანამედროვე და უფრო წინწახულ ტექნოლოგიებს არაჩვენებენ ხალხს. ის თუ რამე გაჩვენეს კინოში, ის უკვე დაძველებული ტექნოლოგიაა. ხო, მე მინდა ეს თქვენ იცოდეთ და მართლა ის არ არის დახატული მოგონილი, არ არის ჰოლოგრამა. ზოგ ფანტასტიკურ კინო, იცით რა, უხდიან ფულს, ამასაც დავამატებ მე, ცოტა გამიგრძელდა საუბარი, უხდიან ფულს, აი მაგალითად მე ვიდეოები მაქვს დადებული მარშალის ინტერვიუები, მგონი არის 5 ვიდეო, ხო, იქ მაქვს დადებული, აქ უბრალოდ არხზე მაპატიეთ, თოდა ფჩქარო. და მარშალი ამბობს, რომ იქ კოლონიების ცენტრში ხომ გროვდება ყველა ეს ნაცნობი საჯარო პირები, კინორეჟისორები, სცენარისტები და ამ სცენარისტებს უხდიან ფულს, რომ სცენარი დაწერონ და რეჟისორებს უხდიან ფულს, რომ მაგათთან გადაიღონ შეკვეთით. აღებინებენ ფილმს, ეს გოლივუდური ბლოკბასტერები ყველა არის შეკვეთით გადაღებული. და თუ რამე იქ არის ტექნოლოგია დაჩვენები, მათ ათხოვეს ეს ტექნოლოგიები მაგათ. მართლა ათხოვეს. უბრალოდ ხალხს ამზადებენ და რითიც ამზადებენ, თქვენ დაფიქრდით, მიხვდებით ხელად. ვაგრძელებთ ახლა ინტერვიუს. ილიანა ამბობს, რომ შენ გამოდიხარ შენი სახლიდან და ერთ საათში შენ აღმოჩნდები მარსზე, ბაზაზე. ან მაგათ შეუძლიათ გამოიყენო ტექნოლოგიები, დროში მოგზაურობა, პორტატიული სადგურები, კვანტური ნახტომი, რომ პირდაპირ მოგინიდათ თქვენ გაგზავნოთ პირდაპირ ბაზაზე. ხო, თუნდაც შიშველი იწვეთ, თუნდაც საცვლები, თუნდაც პიჟამოთ. პირდაპირ ლოგინი და შეუძლიათ წაგიყვანოთ ბაზაზე. კარიბჭური ტექნოლოგიების დახმარებით. რაც არ უნდა გეცვეს, იქ სადაც მიგიყვანენ, შენ ტანსაცმელს გახდიან. თქვენი პირად ტანსაცმელი მიუღებელია სამხედრო კორპორაციის ბაზაზე. ეს არის გამოსაკლები ცენტრი. იქ თქვენ გაძლევენ ელეგანტურ კოსტუმს, რომელიც წარმოადგენს მსუბუქ ჯავშანს, რომელიც შეესაბამება თქვენს სხეულს და გიცავთ თქვენ. დიახ, ის გიცავთ თქვენ, ის ჯავშანური მსუბუქი ჯავშანის ტანსაცმელი გიცავთ თქვენ. ის გიცავთ თქვენ ლაზერული ცეცხლისაგან, ტყვიისაგან, ლაზერული ფაზორისგან, ის იცავთ თქვენ ჯანმრთელობას, აგრეთვე აჩერებს ბიოლოგიურ ათხოვებს. ხომ ეხდათ გეუბნებით ბიოლოგიურ შარდს, განავალს, ოფს და ასე შემდეგ. თუ თქვენ არ მედიხართ, არ არის იმის საჭიროება, რომ თქვენ წახვიდეთ ტუალეტში, ან ბოდიში გახვიდეთ დიდზე. თქვენი ბიოლოგიური ათხოვები ფაქტიურად ის არის, რომ თქვენ ვერ წახვალთ სანამ თქვენ გაცრიათ ელეგანტური კოსტუმი. რაღაცნაირად მოლეკულარულ დონეზე მაპატიეთ, ნანოტექნოლოგიების დახმარებით ამ კოსტუმს შეუძლიათ დროებით ბალანსირება გაუკეთოს თქვენ სხეულს, რომ ბიოლოგიურმა ათხოვებმა რომ ბიოლოგიურმა ნარჩენებმა თქვენი სხეული არ დატოვოს მანამ სანამ თქვენ ეს კოსტუმი გაცვიათ და ეს ბიოლოგიური ნარჩენები
არ იქცება ტოქსინება თქვენ ორგანიზმში, ესე იგი არ მოწამლავს თქვენ ორგანიზმს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია რაღაცნაირად ბიოლოგიურ მოლეკულარულ სტრუქტურასთან. ეს კოსტუმი უბრალოდ უკეთებს ბალანსს თქვენ სხეულს. თქვენ არ ავამტყოფობთ, თქვენ ორგანიზმში არ იქმნება ბიოლოგიური ნარჩენები და პრინციპში თქვენ არ მოგიწევთ ამ ბიოლოგიური ნარჩენების უტილიზაცია და ის აგრეთვე შენ გიცავს სხვა ავადმყოფობებისგან და ყველაფრისგან, სანამ შენ გათვია ეს კოსტუმი. და სანამ შენ იქნები დავალებაზე და იქნები ამ კოსტუმში, არაფერი გემუქრება. შენ შეგიძლია არენერულ პათოგენებზე პლანეტაზე, პლანეტის პათოგენებზე უბრალოდ. მე ძალიან მომწონს ის ჭკვიანი კოსტუმი და მაგ კოსტუმს შეუძლია ფერის შეცვლა, რადგან ის დაფუძნებულია და შედგენილია ნანოტექნოლოგიების საფუძველზე. მას შეუძლია შენი სხეულის ქვეშ აიწყოს. იქ არ არის შესაკრავები. ის უბრალოდ იკრება და ეს ჩამოგავს როგორც ჩვეულებრივ უნიფორმას. მე მომწონს უფრო ის ჭკვიანი კოსტუმი, რომელიც მოსავს თელ სხეულს, როგორც მიწებელია სხეულზე. ესე იგი, სხეულის აღნაგობას იმიორებს. სრული არა, ფართო არა. ეს კოსტუმი არის урაზმერო ტანსაცმელი. მას არ აქვს მნიშვნელობა არ აქვს შენ რა სიმაღლის ხარ, რა ტონის ხარ. ეს კოსტუმი შენ სხეულის ქვეშ ეწყობა. როდესაც მე ბაზარზე ვიყავი, მე ყოველთვის ვატარებდი ამ კოსტუმს. როდესაც სამუშაოდ მივდიოდი. მე არასდროს გამიხდია ეს კოსტუმი მუშაობის პერიოდში და ყოველთვის ვატარებდი თან ლაზერულ ან ფაზერულ იარაღს და ვინტოვკა ან პისტოლეტი. მე ვატარებდი პისტოლეტს, როდესაც ვიყავი მარზე, თუ გავდიოდი ქუჩაში. ვიღებდი ვინტოვკას ლაზერულ ხმალს. ეს ლაზერული ხმალი იყო მიმაგრებული ჭკვიან კოსტუმზე, რადგან მარსზე არიან ისეთი არცებები, რომლებიც მე მაქვს ახსენები წინა ვიდეოებში, მაგალითად პენი ბრენდი ახსენებდა, ტონი როდრიგესი და კორი გუდი და სხვა ინსაიდერები. იქ არიან რეპტილოიდები, იქ არიან ღვთისმლოცველები, არიან ძირი მარსიანელები, რომლებიც გამოიყურებიან როგორც ინდიელები, ან ინდოელები, არა, როგორც გამოიყურებიან როგორც ინდიელებიო, მაგრამ ტონი როდრიგესს ნათქვამი, რომ ინდიელებივით აცვიათ ეს შემოხოვლისარი, რომ იციან, ხო? და ცხოვრობენ მიწისქვეშა ქალაქებში. იქ ბევრი სხვადასხვა არსებებია. ამასთან დამატებით არის კოსმოსური პროგრამები, საიდუმლო კოსმოსური პროგრამები, მარსის დაცვა, პლანეტარული კორპორაციები და სხვა ჯგუფები მარსზე. ასე რომ მარსი არის კოლონიზირებული და დასახლებული. მარსზე ყოველთვის მრავალ როგორ ვთქვა, მრავალრიცხოვანი მარსი ძალიან გადატვირთულია, რადგან იქ ძალიან ბევრი ვინმე ცხოვრობს. მე სულ ვატარებ იარაღს და ლაზერულ ხმალს, რადგან შეიძლება შეხვდე ისეთ ადამიანებს, რომ იქ ყველა ეკუთვნის სხვადასხვა ფრაქციას და ყოველთვის ებრძვიან ერთმანეთს. ზოგჯერ თავისუფალ დროს მე გამოვდიოდი მარსის ტერიტორიაზე და სუბრუნდი კოლონისტებს, რადგან მე მქონდა განსახიერება მარსზე, სანამ მარსი განადგურდებოდა, ესე იგი მარსის ომამდე, მანამ სანამ მარსი დაანგრეს ენერგეტიკული იარაღით, მე იმ დროს ვიყავი დაკავშირებული მარსთან. წარსულ ერთ-ერთ ცხოვრებაში მე ვიყავი პირველი მარსიანელი კოლონიზატორი
მაგრამ მე მიწევდა გამეთიშა ნეიროლინკები და იმპლანტები, როდესაც მათთან მოვდიოდი. პლანეტარულ კორპორაციებს არ უნდა გაეგო, თუ საცხოვრობდნენ ეს კოლონისტები, რადგან მათ უნდათ, რომ მათი ქალაქები ყოფილიყო მიწის ქვეშ და ამ კორპორაციებს უნდათ მათი ქალაქების დაპყრობა. მე რომ მეცადა ნეიროლინკის გათიშვა, მე დამეწყებოდა კურთხები და სისხლდენა ცხვირიდან, რადგან მე ვთიშავდი ნეირონულ ურთიერთობას ტვინში, რომელიც აერთიანებდა ჩემ ნეირონებს მარცხენა ტვინის ნახევარ სფეროსთან. ეს არ იყო სასიკვდილო, მაგრამ ეს იყო ტკინეული. როდესაც მე მათ დროებით შავდი, ეს იყო ძალიან ტკინეული, მაგრამ ეს არ კლავდა. ეს ნეიროიმპლანტები წერდნენ ყველაფერს, რასაც მე ვაკეთებდი, ვიდეო და აუდიოს, ყველაფერს, რასაც მე ვაკეთებდი, სადაც მივდიოდი. Видела и чувствовала. რასაც ხედავდი, რასაც გრძნობდი, ყველაფერს წერდა და როდესაც მივდივარ საჭირო ოთახში, ამას აწერენ, მაგრამ დანარჩენ ყველაფერს წერენ. მე ვიცი, რომ პროგრამებში, სადაც მე მონაწილეობ, ისინი იწერენ შენ სიზმრებსაც. მე არ მახსოვს, რომ მათ ჩაეწეროთ ჩემი სიზმრები, მაგრამ მათ ჰქონდათ სტომა ჩემ მოგონებებთან, წარსულ ცხოვრებებთან დაკავშირებით. პერიოდი, როდესაც მე ვაჩინებდი კოსმოსურ ხომალდებს, კრისტალური ტექნოლოგიის გამოყენებით, ნავიგაციის ტექნოლოგიებს, ან როდესაც მოძრაობდით ანდრომედის ხომალდებზე, მათ ატვირთეს ეს ჩემი მოგონებები ვარსკვლავური მოგზაურისა. ეს ინფორმაცია ატვირთეს მეკარეს წინში, კნიგი ხრანი იწერა, არის ინტერნეტა ეს ამომიგდო. მე ვიცი, რომ კიდე არის სხვა ვარიანტი ამ სიტყვისა, მაგრამ ვერ გავიხსენე, რადგან მათ უნდათ აღედგინათ კრისტალური ტექნოლოგია თავიანთ ხომალდებისთვის. მათ არ უნდათ პლაზმური ძრავების გამოყენება, მაგრამ ამის გაკეთება არც ისე ადვილია. ამიტომ აღმოჩნდი მე პლანეტარულ კორპორაციაში. მე მქონდა ინფორმაცია, როგორ უნდა მომეძებნა, როგორ უნდა გამეღო. ინფორმაცია ატლანტიდაზეც მქონდა. იმის შემდეგ, როდესაც მე ვიმსახურე მარსზე, მაგათმა ისევ ანტარქტიდაში გამგზავნეს და შემინარჩუნეს ახალგაზრდობა. ისინი მაიძულებდნენ მე გამომეყურებინა 30 წლის ასაკებს გავსად, თუმცა მე ვიყავი 60 წლის. მე ვქნიდი სხვადასხვა შრატებს ბიოლოგიური ნივთიერებებისგან. შემყავდა მე ჩემ კადის ქვეშ და ეს შრატი აჩვენებდა სიბერის პროცესს და სულ მეხმარებოდა, სულ ყოფილიყავი ფორმაში. მე არ ვიცი ეს რისთვის იყო საჭირო, მაგრამ მე არასდროს გამოვიყურებოდი 60 წლის მსგავსად. თუმცა მე ვიყავი 60 წლის და როდესაც მე ერთ-ერთ ჩემი წარსული ცხოვრებაში ვიყავი მარსზე, მინდოდა მე არ ვიცოდი რა იყო MDK. MDK იყო განადგურებული, მაგრამ მე ეს არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. მე ვიყავი უფრო კონცენტრირებული მარსის კარიბჭეებზე. მე თვალყურს ვადევნედი, რომ ამ კარიბჭეებში ვინმე არ შესულიყო, სხვა პიროვნება და არ გამოსულიყო. მე დამჭირდა მიახლოებით 10 წელი, რომ დაბრუნებულიყავი დედამიწაზე, რადგან მე დავიწყე ჩემი წარსული ცხოვრებების გახსენება, როგორც გალაქტიკური მოსული გალაქტიკიდან 2011 წლიდან და უფრო გვიანაც С помощью гипноза. Потому что და 14 წლიდან გიპნოზის მეშვეობით დავიწყე გახსენება და გარჩევა იმითი, თუ რა არის საიდუმლო კოსმოსური პროგრამა. მე დავიწყე წიგნების წერა ამ ჩემ გამოცდილებებიდან გამომდინარე, იმდენი დამიგროვდა
და პოდკასტების გადაღება, ვიდეო პოდკასტების გადაღება. მე მუშაობდი ნახტ ვაფენში და ვიყავი პროფესიონალური მკვლელი. მე ვეძებდი მკვლელებს და დანაშაულებს, რომლებიც გაიქცნენ ბნელი ფლოტიდან და აწყობდნენ ქაოსს და არეულობებს სხვა პლანეტებზე და მე მიწევდა მათი დაჭერა და საციხო ხომალდებზე გაგზავნა. რადგან მათ პლანეტებზე ციხეები არ აქვთ. ხედავთ, თურმე ხომალდები არის სპეციალური ხომალდები, რომლებიც თამაშობენ ციხის როლს. სხვადასხვა მე გამახსენდა ერთი ფილმი, სადაც რეციდივისტებს შესთავაზენ კოსმოსში გაფრენა თავისუფლების სანაცვლოდ, როდესაც ისინი მოიხდიან კოსმოსის რაღაც დავალება უნდა შეესრულებიათ, ხო, მაგრამ მათ არ ეგონათ, რომ ესენი გადარჩებოდნენ და გაუშვენ ესენი რაღაც დავალებაზე კოსმოსში. ეს მატიმრები ალბათ თურმე რეალური ყოფილა, მაგრამ იქ პლანეტებზე არ აქვთ ციხეები, მაგრამ აქვენო ციხეები ხომალდები, რომლებიც მუდმივად გადაადგილდებიან და მასკირებას უკეთებენ, რომ ადვილად არ შეამჩნიონ. ასე რომ თქვენ ვერაზოს ვერ ნახავთ, ვერ შეამჩნევთ მათ საციხო სისტემას. მათ ციხეებში ყავთ ფსიქოპატები, რომლებსაც უნდათ გაქცევა, მაგრამ ისინი მათ აკონტროლებენ და ისინი დაპროგრამირებული არიან ბნელზე. ისინი ვერაფერს აკეთებენ, ისინი ხდებიან მკვლელები და დამნაშავეები, ნადირობენ სხვა ადამიანებზე, სხეულებს ჩეხავენ, ანაკუწებენ, აპატიურებენ ქალებს, აწვობენ ქაოსს ნაცნობ პლანეტარულ სისტემებში და ვიღაცებმა უნდა მოძებნონ ისინი და დააბრუნონ ნორმალურ ცხოვრებაში, რომ მათ არ ქონდეთ. ისინი ვერ ერევიან თავის თავს, რადგან მათ რაღაცას პლანეტებით აქვენ თავში ჩადებული, რომ აიძულებენ ამათ სულ დანაშაული ჩაიდინონ, ვერ ჩადებიან, არ შეუძლიათ შეჩერება და ამ ხალხს ეხმარებიან, რომ დაუბრუნდეთ ჩვეულებრივ ცხოვრება. ეს პროგრამები შენ ცნობიერებასთან როგორც თქვა, შენ ცნობიერებას ეს პროგრამები ტრანსფერირებენ, ტრამვას აყენებენ შენ ცნობიერებას. საშინელი რაღაც არის. ისინი, ვინც არიან ბნელ ფლოტში, ეს საიდუმლო კოსმოსური პროგრამები უმეტესწილად ეკუთვნის ბნელ ფლოტს. ისინი ცდილობენ შენი სული დააქუცმას, სხვათა შორის შეიძლება სულის დაქუცმაცება, კი. და სულის მოკლც შეიძლება, სხეულების მოკლა, განადგურება შეიძლება. ახლა ისეთი ტექნოლოგიებია შექმნილი, რომ არაფერი არ უნდა გაგიკვირდეთ. აქვს ტექნოლოგიები, რომლის დახმარებით შეუძლიათ შენი სხეული დაშალოს, შენ ნაწილ-ნაწილებად ნაკუთვნად გაქციონ და როდესაც შენ ისევ, ასე ვთქვათ, აგროვენ შენ სხეულების ნაწილებს ერთიან სხეულში, შენ უკვე ის არ ხარ, ვინც იყავი ადრე. ხომ გამიგეთ ახლა მე თქვენ? შეუძლიათ ფიზიკური სხეულის დაქუცმაცება, შეუძლიათ სულიერ სხეულების დაქუცმაცებას, მაგრამ მე ისევ, როდესაც აღგიმძავენ, შენ უკვე ის არ ხარ, ვინც იყავი. შენ გაკონტროლებენ MK Ultra-ს დახმარებით. ეს ის MK Ultra არა, რაც დედამიწაზე კიდე არის ასეთ დასახელებით კომპანიები, მაგრამ იმათ არანაირი კავშირი არ აქვს კოსმოსურ პროგრამებთან. შენ
შენი პიროვნება იყოფა სხვადასხვა ნაწილებად. მათ ყავთ მამაკაცის და ქალის პიროვნებები. მე არ ჭირდებოდა ჩემი თავის გაკონტროლება, რადგან მე დავთანხმდი მეთამაშა ყველა გაჯერებთან, სათამაშოებთან. მე მივიზიდა საშუალება მივიღო მონაწილეობა ამ პროგრამებში, ჩემი ნებით დავთანხმდი ამაზე. მე მივიზიდა ჰოლოგრაფიულმა სამედიცინო კაფსულებმა, რეგენერაციულ ტექნოლოგიებმა მივიზიდა და ამდაგვარმა. აი რამ დამაინტერესა მე ამ პროგრამებში, მაგრამ თუ დაუბრუნდებით მკვლელის თემას, მე მასწავლიდან საბრძოლო უნარებს პლანეტარულ კორპუსში, მკვლელების სკოლაში, აგრეთვე როგორ უნდა მოგცეოდი ეგზოტიკურ იარაღს და როგორ უნდა დამიჭირა დამნაშავეები. მე არასდროს მომიკლია დამნაშავეები. მე მათგან ბრძანებას დამიჭერა ისინი ნებისმიერი გზით, თუ იყო საჭირო შემეძლო ფიზიკური ძალა, ფიზიკური ძალისთვის მიმართა, არ უნდა მომიკლა და არ უნდა დამეჩვევებინა მათთვის რამე ტრავმა მივეყენებინა, არ უნდა მეწამა ისინი, უნდა გამოვიყენებინა ელექტროშოკერი, ლაზერის სხივი, ლაზერული ვინტოვკან, პისტოლეტი, ის კი არა ლაზერული ხმარი შემეძლო გამოვიყენებინა. უნდა შეეხო მათ ლაზერული ხმალით და ისინი გაითიშებიან და დაიძინებენ. უბრალოდ ლაზერული ხმალი რომ იგედო მათთვის ხელად გაითიშებოდნენ. მაგრამ თუ მე მიწერდა მათთან ჩხუბი, Они сопротивлялись. და თუ ისინი მეწინააღმდეგებოდნენ, მე შემეძლო გამოვიყენებინა ნებისმიერი საშუალება, მაგრამ მათ არ ვაწამებდი. და ეს ელექტროშოკერები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, სახუმარო არა, მე რამდენჯერმე დამარტყა ამ ელექტროშოკერმა. უცნაური იყო ის, რომ ეს თლად ელექტრონულ გამოხდვას არ გავდა. ეს არის ვიბრაცია, რომელიც ღრის შენ ნერვულ სისტემას. კი, ჯერ გეჩვენება, რომ შენ დაგარწყალდენმა, სინამდვილეში კი არანაირი დენი არ არსებობს, უბრალოდ შენი ორგანიზმი გიждდება და შენ ვარდები იატაკზე და ეს არის ერთადერთი საშუალება ისინი წამოიყვანო შეუმჩნევლად, რადგან ისინი უბრალოდ ეცემიან იატაკზე, შენ იკეთებ შენ თავის მასკირებას, აგრეთვე მასკირებას უკეთებ მაგად, გადაყავს ისინი შენ ხომალდზე, ციხე ხომალდზე, რომელიც შენ ტრანსპორტი უფრო დიდია. მე არ გაჩერებულ ვარ, რომ მენახა როგორ ატარებდნენ დაკითხვას. მე გამიგია, რომ მათი დაკითხვები არის ძალიან სასტიკი. დაკითხვის დროს ასუფთავებენ ყველა ფიზიკური ტრავმებისაგან, მაგრამ მოგონებები წამებასთან დაკავშირებით რჩება. ასე რომ მათ არასდროს დაავიწყდებათ რა ჩაიდინეს და რა ტრავმები მიიღეს. მე მონადირეობდი ფსიქოპატებზე და იმ დამნაშავეებზე, რომლებიც გარბოდნენ, რადგან არ უნდათ მეტი ემსახურათ და ისინი მალებოდნენ და ისინი ვიღაცას უნდა მოეძებნათ. ამიტომ მე გავიარეს სწავლა, მასწავლეს როგორ უნდა პროფესორად გავიარეს მკვლელების სკოლა. არის ტექნოლოგიები, მაგალითად გენეტიკური ცდების დროს თუ რამე მუტაცია შეამჩნიენ თქვენ სხეულში, ისინი ასწორებენ ამ მუტაციებს, მათ აქვენ რეგენერაციის ბაკები, აქვენ საწოლები, სამედიცინო საწოლები და ისინი შენ სკანირებენ შენ ორგანიზმს და თავის დროზე ამჩნევენ რამე ანომალიას თუ გაქვს და ამ ანომალიას ასწორებენ. მაგალითად შენ გეუბნებიან, რომ გენეტიკური ექსპერიმენტები ჩატარდა იღბლიანად, მაგრამ
შენ გავხარ ადამიანს და შეგრძნობ თავს კარგად, თუმცა იცი რომ შენში არის რამდენიმე ჰუმანოიდების დნმ. თუ თქვენ გაქვთ რაღაც პრობლემები საქციელში, აგრეთვე იგი ამას ასწორებენ. თუ ცუდად იქცევით, ისინი ასწორებენ, უბრალოდ ისინი აწყობენ თავის ტვინის სიხშირის ვიბრაციებს. ამის ტექნოლოგიაც არსებობს. მაგალითად, თქვენ თუ გახდეთ ფსიქოპატი, ამ ჩარევების შემდეგ თქვენ ნორმალურ ადამიანად იქცევით და გახდებით სამაგალითო მოქალაქე. და ასეთ ადამიანს აბრუნებენ საზოგადოებაში ჯანმრთელს. მათ შეუძლიათ ნებისმიერი პრობლემების გამოსწორება ფსიქიკურ დონეზე და ტვინის დონეზე, როდესაც ისინი გენეტიკურად აჯვარედინებენ რამეს, როდესაც მათი ექსპერიმენტების დროს ხდება რამის შეჯვარედინება, მე მებადება კითხვა, რა მოხდება თუ ისინი გენეტიკურად შეაჯვარედინებენ ქალთევზას და ადამიან ამფიბიას, რომელსაც ფეხების მაგივრად ექნება თევზის სხეული წელქვეშ. ამ სხეულის ნაწილების და კუდის სინტეზზე, რომ იდეალურად შეერთო ისინი, მიდის უფრო მეტი დრო სჭირდება. ამიტომ, როდესაც თქვენ ფეხების მაგივრად გეზრდებათ კუდი, ამ გენეტიკურ სამუშაოებზე მიდის ძალიან დიდი დრო, რადგან ეს პროცესი ძალიან სპეციფიკურია, როდესაც თქვენ ორგანიზმში ცვლით ბიოლოგიურ მოლეკულარულ სისტემას, უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ ყველა პროპორციები არის დაცული და რომ არ იქნება გენეტიკური გაჭედვები. თუ თქვენ გაქვთ კუდი, გენეტიკა შეუძლია თქვენ დაგეხმაროთ ასეთი სხეულის სტრუქტურის მხარდაჭერაში და ეს სხეული შეიცვლება ნელ-ნელა, რომ გამოიყურებდეთ ეგზოტიკურად უცხო პლანეტელი ხელებით, რომელიც გავს ხოჭოს თათებს და კიდევ რაღაცით რა არ ეტევა ადამიანურ გარეგნობაში, არ უხდება ადამიანურ გარეგნობას, სჭირდება დრო, ორი ხელი, ორი თვალი, თავი, რაც ამ ჩარჩოს მიღმა ითვლება ეგზოტიკად, იმისთვის რომ სწორად გაურიო ადამიანური დნკ, რამე დნმ, რამე ჰუმანოიდის ან არსების დნმ ადამიანურ ასპექტს, სჭირდება ბევრი დრო. მაგალითად, კუდი, ფრთები და ორი კომპლექტი ყურების ეს ის არ არის, რაც აქვს სხვა სახეობებს, მით უმეტეს ადამიანებს. სამყაროში არიან სხვადასხვა გარეგნობის ადამიანები, ყველას გონია, რომ ისინი არიან დედამიწიდან, მაგრამ არა აუცილებელი ეს მასე იყოს. ძალიან ბევრი შაბლონი არის ადამიანის მაგვარი, კანისფერი სხვადასხვა სიმაღლე, მაგრამ თქვენ თუ ამატებთ ფრთებს, თუ თქვენ დამატებით ყურებს და დამატებით ხელებს, ეს უნდა შეათავსოთ გენეტიკურად. ამაზეც მიდის ბევრი დრო, ვიდრე სტანდარტული ადამიანის შექმნაზე. ჩემი სული არის დიდი, მე მაქვს ძლიერი ენერგეტიკა, მაგრამ ჩემი სხეული არის პატარა. მე არ მომწონს ჩემი სხეულში ყოფნა, მაგრამ მე სხვა გზა არ მქონდა, მე უნდა მოსულიყავი აქ იმისთვის, რომ ვიღაცები გადამერჩინა რაც მოხდა 2 მილიონი წლის უკან ატლანტიდაში რაღაცით შემეტანა წვლილი, რომ რამე გამომესწორებინა და გადამერჩინა ვიღაცეები. მე არ მომწონს, რომ ასეთ სხეულში მიმყოფები, რომ ჩემი სული ასეთ სხეულში იმყოფება, მე ვგრძნობ თავს, როგორც სარდინა, რომელიც შეტენეს ბანკაში და მოხუფეს და დააკონსერვეს. როდესაც შენ გამოდიხარ შენი სამგაზომილებიანი სხეულიდან, ყველა
შეზღუდვები, რაც გააჩნია ფიზიკურ სხეულს ქრება და შენ შეგიძლია გადაადგილდეს შენ გემოზე, სადაც გინდა. კვანტური ნახტომის დახმარებით შენ შეგიძლია იცხოვრო რამდენიმე პარალელურ სამყაროში, რადგან ეს მას შეუძლია გაყოფა და შეუძლია აღმოჩნდეს სხვადასხვა სხეულში, სხვადასხვა პიროვნებებში. მე ამ პროცესს ვუძახი расширение გაყოფას. აი მე რას ვფიქრობ კრისტალებზე, ყოველ კრისტალს აქვს პიროვნება, რომელიც არის შენი ნაწილი, ეს არის თითქოს შენი ქორწინებიერება ხდება მასის სიტუაციებში. ეს ეხება კლონირებასაც, თუ მოხდები განათავსებენ კლონში ან სხვა სხეულში, ეს იგივეა სულის გადაცემის ტექნოლოგია, როდესაც მათ არ შეუძლიათ სულის სხეულიდან ამოტანა და ეს სული მოათავსონ ელექტრომაგნიტურ ველში. შემდეგ ეს სული შეუძლიათ მოათავსონ კლონის სხეულში, რომელიც შექმნილია გენური ინჟინერიის დახმარებით. ხო, მე მინდა გავარკვიო, უბრალოდ აგიხსნათ, რომ სხეული, რომელიც შექმნილია გენური ინჟინერიით, ეს სხეული არის ადამიანური სხეულის მსგავსი და ეს სხეული შეიძლება გამოიყენო რამდენიმე წლის განმავლობაში. ხანძლივი სხეულებია ეს ამ მეთოდით შექმნილი სხეულები. ხო, იქ შეიძლება შეამცირონ ან ეს გააჩნია მაგალითად ბევრ პრეზიდენტებს ყავს ორეული, რომლებიც სხეულები ამ გენური ინჟინერიის დახმარებით შექმნეს, მაგრამ კლონი და ეს სხეული განსხვავდება ერთმანეთისგან. კლონი სხვა ტექნოლოგიით იქნება და იქნება მოკლე ვადით. 20 წელზე მეტი, 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, 20 წელი, 20 წელზე მეტი კლონი ვერ ძლევს. ამიტომ თუ მაგალითად პრეზიდენტების შემთხვევაში იქნება სხეული გენეტიკური ინჟინერიის დახმარებით და ეს სხეულები ძლებენ დიდხანს. მაგალითად სტალინს ყავდა 3 ორეულები. ადრე სახეობებს ეძებდნენ და ახლა ქმნიან შეგნებულად ამ სხეულებს. ამიტომ კლონი და ეს ორეული სხვადასხვა არ შეგეშალოთ ერთმანეთში. კლონირება სხვა და გენური ინჟინერიით შექმნილი სხეული თითქმის ემსგავსება ადამიანურ სხეულს. თქვენი გასაგებად აგიხსენეთ. მათ შეუძლიათ უბრალოდ თქვენი სული გაიტაცონ და მოათავსონ სხვა ადამიანურ სხეულში, რომელიც იმყოფება სტაზისში, ესე იგი ძინავს, კაფსულაში და თქვენ უეცრად ხდებით ქალის სხეულში, არა და მანამდე იყავით მამაკაცის სხეულში და კიბორგის სხეულში. თქვენ უნდა შეეგუოთ ახალ სხეულს, ამას დასჭირდება რამდენიმე დღე, რადგან თქვენ უცებ მოხდით სხვა სხეულში. თქვენი სული თქვენ ხართ, მაგრამ სხვა სხეულში თქვენ უნდა შეეგუოთ ამ სხეულის უცნაურობებს. როგორ დადიხართ, როგორ იქცევით. ზოგჯერ ამ სხეულში რჩება მოგონებები წინა სულის ცხოვრებებზე, სადაც ვიყავი. თქვენ მოგიწევთ ამათ შეეგუოთ, რადგან ამ სხეულის ძველი პატრონი, ამ სხეულის სული იყოფება ელექტრომაგნიტურ ველში და როდესაც საჭირო გახდება, თქვენ სხეულს დააბრუნებენ, თქვენ სულს დააბრუნებენ თქვენ სხეულში და მაგ სხეულში დააბრუნებენ მის სულს. მაგრამ თუ წინა სულს ქონდა რაღაც უნარები და დარჩა მოგონებები, თქვენ შეგიძლიათ იმ სხეულში, სადაც თქვენ მოგათავსეთ, ისარგებლოთ წინა სულის უნარებით, დაიმუშავოთ ამ უნარებთან და ეს დაკავშირებულია პიეზოენერგეტიკული დნმ-ის უნარებთან,